გივლიათ საღამოს 9 საათის შემდეგ მტკვრის რომელიმე სანაპიროზე თქვენი ავტომატიკით 100 კმ/სთ სიჩქარით ბანდოლეროს თანხლებით ტორედოს ჯდომის სტილით და გიფიქრიათ რომ ძალიან მამაცი და თავზახელაღებული მძღოლი ხართ. თქვენთვის ცუდი ამბავი გვაქვს. დაახლოებით 8000 კილომეტრით აღმოსავლეთით თქვენზე ბევრად მაგარი ბიჭები ცხოვრობენ. კაცები, ან უკვე ალბათ ბაბუებიც, თუმცა მაგას რა მნიშვნელობა აქვს? თუ აქამდე ტოკიოს შუაღამის კლუბზე არაფერი გსმენიათ, მოკალათ დიდ ეკრანთან, რადგან ახლა დიდებული ისტორია უნდა მოგიყვეთ. თუმცა სანამ მაგას ვიზამთ, რას ვაკეთებთ ვიდეოს დაწყებამდე? დიახ, ვიწერთ კრისტალ ავტოს YouTube არხს და მოუთმენლად ველოდებით შემდეგ კვირას. რათა თვალსაჩინო კიდევ უფრო გავაფართოვოთ. აი ეგრე. კარგი, საქმეს დაუბრუნდეთ. 2012 წლის მაისში ნიუკასლ იუნაიტედის სენეგალელმა ფეხბურთელმა პაპის დემბასისემ ლონდონის ჩელსის ასეთი საოცარი გოლი გაუტანა. ურბანული ლეგენდის თანახმად, როცა თამაშის შემდეგ სისეს კითხეს, როგორ სწავლობდა სკოლაში ფიზიკას, მან უპასუხა: რა არის ფიზიკა? რა შუაშია ეს ისტორია ტოკიოს შუაღამის კლუბთან? იმ შუაშია, რომ ელიტური საზოგადოების წევრები ფიზიკას სწორედ ისე ეპყრობოდნენ, როგორც ეს სისემ გააკეთა. ისინი მეცნიერების ამ დიდებულ დარგს უბრალოდ უგულებელ ყოფდნენ. 1990-1990-იან წლებში, როცა დანარჩენი მსოფლიო ადნაშძივ ამერიკის ყურებით იყო დაკავებული და ცდილობდა ინტერნეტის გამოყენება ესწავლა, ტოკიოელი მრბოლელები ადამიანისა და ავტომობილის შესაძლებლობების ხვვრებს ცდიდნენ. ისინი ქუჩის უბრალო მრბოლელები იყვნენ. ეს კულტი იყო, ნამდვილი სექტა. და თუ მცხეთაში ერთ დროს არმაზის, გაცისა და გაიმის კერპები იდგა, ტოკიოში ავტომოყვარულებმა 3 კერპი ააგეს. მარჯვნივ აჩქარება, მარცხნივ გადაბმულობა, შუაში კი მუხრუჭი. თუმცა სიმართლე გითხრათ, კერპთაგან ყველაზე ნაკლებად სწორედ ამ უკანასკნელს ეთაყვანებოდნენ. მრბოლელებისთვის, რომელთა ისტორიაც ახლა უნდა მოისმინოთ, შუტოს ჩქაროსნული გზატკეცილი ჩვეულებრივი ავტობანი არასდროს ყოფილა. ეს წმინდა მიწა იყო, სამართებლის პირი, რომელიც ერთ შეცდომასაც არავის პატიობდა. მასზე 300 კმ/სთ სიჩქარით გავლა კი მეც მოითხოვდა, ვიდრე უბრალო სიმამაცეს. შუაღამის კლუბის წევრობას სიყვარული სჭირდებოდა. როცა სიყვარული არ გაქვს, ვერც კაცს მოკლავს. სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვის უსაზღურო სიყვარული. ხოდა, სანამ დეტალებზე გადავალთ, ლიგუნა, გვაჩვენე How to Drift in Tokyo. ნაწილი პირველი, შუაღამის კლუბის ბუშიდო. მატრიცაში მორფეუსი ნეოს არჩევანს თავაზობს. ლურჯი კაფსულა კომფორტულ ილუზიაში დარჩენას ნიშნავს, ხოლო წითელი მტკივნეულ გამოგვიძებას და რეალობის საზღვრებთან მიახლოებას. 1980-იანი წლების ტოკიოში დაახლოებით ასეთი არჩევანი დილის გაზეთებში გამოჩნდა. წარმოიდგინეთ, რომ რიგითი იაპონელი ბიუროკრატი ხართ. გაცვიათ პიჭაკი, სამსახურში მისვლისას და იქიდან წამოსვლისას თქვენს ბოსს თავს უკრავთ. ხართ კორპორატიული მონსტრის ერთი ჭანჭიკი და ცხოვრებაც ასე მონოტონურად და უღიმღამოდ მიედინება. ერთ მშვენიერ დილას ყავის სმისას გაზეთში ძალიან უცნაურ რეკლამას ხედავთ. იაფად იყიდება შესანიშნავი ხარისხის ნაქსოვი წინდები. შეგიძლიათ მათ შესაძენად ღამის 3 საათზე დაიუკოკოს პარკინგზე მოგწანდეთ. თან წამოიღეთ თქვენი წინდებიც. შეიძლება გეფიქრათ, რომ ეს შესანიშნავი შანსია ფეხების გასათბობა, თუმცა საჭირო ხალხმა იცოდა, რომ ერთადერთი, რაც შუაღამის ტოკიოში აალებამდე გახურდებოდა, სპორტული მანქანის საბურავები და ძრავა იყო.
დიახ, ეს კლუბის დაშიფრული საკომუნიკაციო ენა გახლდათ. არაფრით გამორჩეულ რეკლამებში ჩაქსოვილი საოცრად ამაღელვებელი კანონდარღვევა. შუაღამის კლუბში მოსახვედრად თქვენს რეზიუმეს არავინ შეამოწმებდა. გაწევრებას თავისი პირობები ჰქონდა. უნდა ყოლოდათ მანქანა, რომელიც 250 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებდა. სათქმელად ხომ მარტივია. თუმცა ადრეული 1980-იანი წლების იაპონიაში ეს სრული სიგიჟე იყო. სიჩქარის ამ ზღვარის გადალახვის მიუხედავად, კლუბში მაინც დამწყების სტატუსს დაიმსახურებდით. რატომ საუბრობთ სტატუსებზე? იმიტომ რომ ტოკიოს შუაღამის კლუბი არ იყო BMW-შნიკების რიგითი შეკრება, სადაც მანქანებს აბღვილებენ და პრიუსის მძღოლებს ძილს არ აცლიან. აქ სამურაების საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად დისციპლინა და წესრიგი მეფობდა. კლუბის სრულუფლებიანი წევრობისთვის უნდა დასწრებოდით ყველა შეკრებას, არ დალაპარაკებოდით ელიტას, არ გამოგეჩინათ თქვენი სახე და დაგემტკიცებინათ, რომ თავზე ხელაღებული კაცი იყავით და არა ბიჭი ან ბავშვი. წევრებს საკუთარი გვარებისა და პროფესიის დასახელება ეკრძალებოდათ, ხოლო თუ თქვენთან ერთად შუაღამის რბოლებში თქვენი მეგობარიც მონაწილეობდა, სხვა წევრების დასანახად მასთან ერთი სიტყვაც არ უნდა გაგეცვალათ. ერთი სიტყვით, კლუბი არ ეძებდა მრბოლელებს, მას ქირურგები სჭირდებოდა. ადამიანები, ვისთვისაც სიზუსტე ყველაფერი იყო, თუმცა სკალპელის ნაცვლად საჭე ჰქონდა მომარჯვებული. დროთა განმავლობაში მრბოლელებმა ეს პრინციპები იმდენად გაითავისეს, რომ დანამდვილებით დღემდე კლუბის ლეგენდების ვინაობებიც კი არ ვიცით. თუმცა ჭორების თანახმად აქ ბიზნესმენები, წარმატებული ექიმები, პროფესორები და მაღალი საზოგადოების სხვა წარმომადგენლები იყრიდნენ თავს. ილაპარაკებდით მედიასთან, გაირიცხებოდით, გამართავდით რბოლას დღის საათებში, გაირიცხებოდით, შეუქმნიდით საფრთხეს უბრალო მოქალაქეებს, გაირიცხებოდით. ერთი სიტყვით, ეს კრავთა დუმილი იყო. თუმცა კრავები აქ ტურბოდაბერვის მქონე პორშეებს, ნისანებს, მიცუბიშებს, მაზდებს, ტოიოტებსა და ჰონდებს მართავდნენ. ნაწილი მეორე. იოშიდას პორშე და მისი მდევრები. და ახლა მე ვიქეცი სიკვდილად, სამყაროების გამანადგურებლად. თქვა რობერტ ოპენჰაიმერმა ნიუ-მექსიკოში ატომური ბომბის წარმატებით გამოცდის შემდეგ. მოგვიანებით ეს ბომბი იაპონიას ორჯერ დაეცა. რისგანაც ადგილობრივმა ავტომოყვარულებმა ბევრი რამ ისწავლეს და ბირთვული იარაღი ავტომობილებში მოათავსეს. თუ ეს ჰიპერბოლა გონიათ, დაფიქრდით. ვანგანის გზატკეცილზე 320 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა სერიული იაპონური ავტომობილის ქარხნული მონაცემებით შესაძლებელია? დიახ, ნამდვილად არ არის და ამას რაღაც აპოკალიფსურად მძლავრი სჭირდება. სწორედ აქ შემოდის სცენაზე ტოკიოს შუაღამის კლუბის ყველაზე ცნობილი ავტომობილი. 1979 წლის Porsche 911 Turbo, ზედმეტ სახელად შაშვი, კლუბის ანონიმური ლიდერის იოშიდას მანქანა, რომელმაც ტოკიოდან იოკოჰამამდე ყველა ტრასა დაიპყრო. როგორც ჩანს, მფლობელს არ სჭირდებოდა უბრალოდ სპორტკარი, ის კოსმოსურ ხომალდს ეძებდა. თუ გავრცელებულ ჭორებს ვენდობით, ამ Porsche-ს ტექნიკურ გაძლიერებას იოშიდამ $2 მილიონ მეტი დაახარჯა და თუ სტანდარტული ძრაბა მაქსიმალურ სიჩქარეზე რამდენიმე წუთში დადნებოდა, ამ სუპერკარს 300-320 კმ/სთ-ით გადაადგილება იმდენ ხანს შეეძლო, რამდენ ხანსაც მძღოლის ნერვები გაკაჩავდა. შუაღამის კლუბის თავმჯდომარეგი სუსტ ნერვებს ნამდვილად არ უჩიოდა. ჰაერ გაგრილების 6 ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავით აღჭურვილი Porsche 600 ცხენის ძალაზე მეც გამოიმუშავებდა და იაპონიის გზატკეცილებზე 80-ან 90-იან წლებში უპირობოდ მეფობდა. ტექნიკურ დეტალებში ზედმეტად რომ არ შევიდეთ, სტანდარტული 930 თაობის Porsche 911-ისთვის 300 კმ/სთ 15 წუთის განმავლობაში გადაადგილება დაახლოებით ისეთი რამეა, ორთქლით
სავსე საუნაში მარათონი რომ ირბინოთ და საწრუპით სუნთქავდეთ. ან ერთი შეხედვით გადაულახავი პრობლემის დასამარცხებლად ძრავის მოცულობა 3.6 ლიტრამდე გაზარდეს და ის სპეც შეკვეთით დამზადებული KKK-ს ორმაგი ტურბო კომპრესორებით აღჭურვეს. ტექნოლოგიით, რომელიც გერმანულ ავტომწარმოებელს ლემანის ტრასაზე დომინაციაში ეხმარებოდა. მიუხედავად ძალურ აგრეგატში შეტანილი ცვლილებებისა, ყველაზე გენიალური რაც იოშიდა სპეშალს გამოარჩევდა, მისი აეროდინამიკა იყო. სტანდარტულ 911 ტრასაზე 300-ით გადაადგილებისას ოდნავ მკვეთრი მოხვევის შემთხვევაში შესაძლოა თვითმფრინაობა მოუნდეს და მრბოლელის ნალოლიავების სიცოცხლე ადგილზე დაასრულოს. ამ არც თუ სასიამოვნო საფრთხის მინიმუმამდე შემცირებისთვის TBK-ის ტიუნერებმა სპეციალურად იოშიდასთვის ბამპერი და სპოილერი ზედმეტ სახელად ვეშაპის კუდი შექმნეს. ამ კომბინაციამ მიმჭერი ძალა ძალიან გაზარდა და Porsche Wanganis ასფალტს საიმედოდ მიაკრა. სრულყოფილი სპორტკარის შექმნა შეუძლებელი სულაც არ აღმოჩნდა. თუმცა ყველა ბეტმენს სჭირდება ჯოკერი და ყველა აქილევს ჰექტორი. Porsche-სთვის კი ასეთი მანქანა იაპონური Godzilla. Nissan Skyline GT-R R32 აღმოჩნდა. Skyline-მა დაამტკიცა, რომ ტოკიოს ნეონებით სავსე ღამეებზე მხოლოდ Porsche-ები ვერ გაბატონდებოდნენ. თუ Porsche მექანიკური საათი იყო, GT-R-ი ძრავიანი სუპერკომპიუტერი გახდათ. უსუსურს ვერც R32 სტანდარტულ ძრავას ვუწოდებთ, თუმცა შუაღამის კლუბში სტანდარტული სალანძღავს სიტყვათა კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ამიტომ როგორც წესი, აქ ეს 2.6 ლიტრიანი ძრავები HKS Step 2 კომპლექტით 2.8 ליტრამდე იზრდებოდა. ახლა გიგანტურ T50 R ტურბინაზე ვსაუბრობთ, რომელიც დაახლოებით ვანო ჯავახიშვილის თავის ზომის იყო და მის მიერ ძრავაში ჩაბერილი ჰაერის ცნება 2 ბარს უდრიდა. თუ GT-R-ის საკითხს ოდნავ მეცნიერულად შევხედავთ, 1000 ცხენის ძალის საქალაქო ავტომობილში მოთავსება სუპერმარკეტის ურიკაზე რეაქტიული ძრავის დამონტაჟების ტოლფასის მიღწევა. ტექნიკურად საბურავები უბრალოდ კვამლად და სევდად უნდა იქცნენ. მაგრამ Nissan იქნებოდა სადმე ფარული იარაღი რომ არ გადაემალა. იაპონური ავტომწარმოებლის არსენალში ATESA ETS-ი აღმოჩნდა. სრული ამძრავობის სისტემა, რომელიც კალკულაციებისთვის 16 ბიტიან მიკროპროცესორს იყენებდა. თავისი დროის ეს ტექნოლოგიური სასწაული სიმძლავრეს მაშინვე წინა თვლებისკენ გადაამისამართებდა, როცა იგრძნობდა, რომ უკანა თვლებმა სრიალი დაიწყო. აღსანიშნავია GT-R-ების გადაცემათა სიგრძეც. მაგალითად, პირველი სიჩქარით ეს Godzilla 100 კმ/სთ-მდე ჩქარდებოდა. რატომ? იმიტომ, რომ მის მძღოლს 7 ცხოვრებას და ძილს ღამის 3 საათზე 240-დან 300 კმ/სთ-მდე აჩქარება და სატვირთოებს შორის სინათლის სიჩქარით მოძრაობა ერჩივნა. სანამ შუაღამის კლუბის აღსასრულზე ვისაუბრებთ, სხვა სპორტული მანქანების ფანები გაგვინაწყენდებით. ამ რბოლებში მონაწილე ავტომობილებს დეტალურად რომ მივყვეთ, ვიდეო სიგრძე მარტინ სკორსეზეს ფილმების ქრონომეტრაჟს გადააჭარბებს. თუმცა საპატიო აღნიშვნებში რამდენიმე იაპონურ ლეგენდას მაინც მოვიხსენიებთ. Porsche-ებსა და Skyline-ებთან ერთად ტოკიოს შუაღამეს ამშვენებდნენ ისეთი დიდებული მანქანები, როგორებიც როტორულ ძრავიანი Mazda RX-7 FD, ულამაზესი Nissan 300 ZX-ი, Ayrton Senna-ს საყვარელი Honda NSX-ი და რა თქმა უნდა, დაუმორჩილებელი Toyota Supra არიან. კარგით. ერთი Supra-ს ცალკე ხსენების გარეშე ამ ვიდეოს გატარება მკრეხელობა იქნებოდა. მიხვდით, რაზე ვსაუბრობთ? ლეგენდარული Kazuhiko Smoky Nagatas ოქროსფერ Top Secret GT300-ზე, 1000 ცხენის ძალიან მონსტრზე, რომელიც ამ ლეგენდარულმა ტიუნერმა Toyota Century-ს 5 ლიტრიანი V12 ძრავით აღჭურვა და ტოკიოს Aqualine-ის გვირავში 350 კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარით გაიარა.
თქვენ წარმოიდგინეთ, შუაღამის კლუბთან სმოუკისაც საკმაოდ ხშირად აკავშირებენ, თუმცა ვინაიდან მრბოლელების იდენტობების შესახებ თითქმის არაფერი ვიცით, ამ ინფორმაციას არც არაფერს ვადასტურებ და არც არაფერს ვუარყოფ, გაიგე? თუ ჩამოთვლილი ლეგენდებით დაინტერესდი, ჩვენ წარსულში მათ უმრავლესობაზე ვიდეოები უკვე მოვამზადეთ. გამოიწერე ჩვენი არხი და მოემზადე ავტომობილების უსასრულო სამყაროში ჩასაძირად. ნაწილი მესამე. შუაღამის კლუბის განთიადი. თუ განთიადი მხატვრულ ლიტერატურაში, ფერწერაში, კინემატოგრაფიასა და ხელოვნების სხვა სახეობებში იმედის სიმბოლოა, ვიდეოს ამ ნაწილის სათაურში ის საერთოდ სხვა დატვირთვას ატარებს. დიახ, ახლა შუაღამის დასასრულზე, ლეგენდარული კლუბის დაშლაზე მოგიყვებით. ალბათ იფიქრებთ, რა შეიძლება მოსვლოდა კლუბს, რომელიც დიდებისა და პოპულარობის ზენიტში იყო. ამას ქართული ანდაზა კოკა-წყალზე ტყდებაო, საუკეთესოდ აღწერს. მართლაც, ყველაფერი დასრულდა იქ, სადაც დაიწყო. შუაღამის კლუბის კოკა შუტოს ჩქაროსნულ გზატკეცილზე ძალიან ტრაგიკულად გატყდა. ყველაფერში დამნაშავე თავზე ხელაღებული ბიჭები, ბაიკერები არიან. ტრაგედია კლუბის ფარგლებს შიგნით არ წარმოშობილა, არამედ ზომბი აპოკალიფს ფილმების საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად. ზედმეტად ხმამაღალმა დიდებამ არასწასურველი საზოგადოება მოიზიდა. მე-19 საუკუნეების მიჯნაზე გერმანიის იმპერიის რაიხსკანცლერმა ბერნარდ ფონ ბიულოვმა განაცხადა, რომ გერმანიას მზის ქვეშ თავისი ადგილის მოსაპოვებლად უკვე ფეხმოკიდებულ იმპერიებთან უნდა ებრძოლა. ამან მომავალ 50 წელიწადში ორი მსოფლიო ომი მოიტანა. 90-იანი წლების იაპონიაშიც დაახლოებით ასეთი რამე დატრიალდა. ტოკიოს მთვარის ქვეშ შუაღამის კლუბის დიდების მოპარვას ბოსო ძოკუ შეეცადა. ეს იაპონიის ახალგაზრდული სუბკულტურა იყო. თავქარიანი ბაიკერებისგან დაკომპლექტებული გიგანტური ბანდა, სადაც წესრიგისა და დისციპლინის ცნებები საერთოდ არ აინტერესებდათ. ბაიკერებმა თანდათან შუაღამის კლუბის ჩქაროსნულ გარბენებში უნებართვოდ ჩართვა დაიწყეს. ეს ქაოსისა და წესრიგის დაპირისპირება იყო და როგორც ნიუტონის ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი კანონი გვეუბნება, როცა ქაოსი 320 კმ/სთ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას ეჯახება, იღბალს კარგი არაფერი ემართება. გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს შეჯახება მოხდა. რამაც ორი ბაიკერის სიკვდილი და რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქის დაშავება გამოიწვია. პირველად 2 დეკადის განმავლობაში შუაღამის კლუბმა ასფალტის სისხლით დასვარა. ვანგანის ღმერთებმა გააცნობიერეს, რომ იქცნენ იმად, რასაც ყველაზე მეტად ვერ იტანდნენ. საფრთხეთ რიგითი თანამემამულეებისთვის. იმ საბედისწერო ღამეს მრბოლელებმა მარტივი გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც ღირსეულ სამურაებს ეკადრებოდათ, კლუბს საავტომობილო ჰარაკირი ჩაუდარეს. ერთმანეთს ბოლოჯერ შეხვდნენ და საბოლოოდ დაიშალნენ. ეს დრამატული ისტორია მხოლოდ გადმოცემებიდან ვიცით. აღნიშნული ავარიის შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად არ იძებნება, რაც კლუბის ლეგენდარულობას არაფერს აკლებს. პირიქით, სპეკულაციას აძლიერებს და მოდი ვარაუდები ჩვენს გამოვთქვათ. შესაძლოა ეს ტრაგიკული შემთხვევა საერთოდ არ მომხდარა. უბრალოდ კლუბის წევრები მიხვდნენ, რომ პოლიცია მათ კვალს დაადგა. შესაბამისად დაპატიმრებასა და ძალადობრივ დაშლას, საცა არასჯობს გაცლას ჯობსო, ტაქტიკის გამოყენება ამჯობინეს. მეორე ვერსია ცოტა უფრო იდუმალი და მიმზიდველია. მრბოლელები იმდენად გავლენიანები იყვნენ, რომ ეს შემთხვევა ჩაფარცხეს და 7 ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ჯეიმს მეთიუ ბარის პიტერ პენი ხომ გახსოვთ? თუ არა, მაშინ შეგახსენებთ, რომ როცა ვინმე ამბობს, რომ სისწრაფე და რბოლები არ უყვარს, სადღაც შორს იაპონელი მრბოლელი კვდება. ბოლოს კი დაიმახსოვრეთ, რომ ყოველთვის, როცა ღამის 3 საათზე ცარიელ ტრასაზე მგზავრობთ და თქვენს არაფრით გამორჩეულ სერიულ ავტომობილს რაიმე გემოვნებიანი მუსიკის ფონზე აჩქარებთ, შუაღამის კლუბის მრბოლელები დაგცქერიან თქვენ და ხარობენ ზეციურ ტოკიოში. რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება იაპონელი ერისა, გაუმარჯოს შუაღამის რბოლებს! ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. ისე კი, გამოგვიწერეთ, თავს გაუფრთხილდით და დაელოდეთ ჩვენს ყოველკვირეულ საავტომობილო ვიდეოებს.